66 მილიონი წლის წინ დედამიწა იმყოფებოდა გვიანდელ ცარცულ პერიოდში, მეზოზოური ერის უკანასკნელ ეპოქაში. ზღვებს მოზოზავრები ბატონობდნენ, ცას გიგანტური პტეროზავრები აკონტროლებდნენ, ხოლო ხმელეთზე საუროპოდები და თეროპოდები დომინირებდნენ. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ აჟდარქიდები, თავიანთი უზარმაზარი ზომებითა და გრძელი კისრებით. მათ სახელწოდება მიიღეს აცტეკების ბუმბულიანი გველის ღმერთის სახელიდან. და ყველაზე ცნობილი მათგან იყო ქვეცალკოატლუსი, რომელიც ხშირად ისტორიაში ყველაზე დიდ მფრინავ ცხოველად ითვლება. თუმცა ქვეცალკოატლუსი მარტო არ იყო. მასთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი აჟდარქიდი, ჰაცეგოპტერიქსი, რომელიც შესაძლოა მასზე კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო და შესაძლოა ისტორიაში ყველაზე დიდი მფრინავი არსება ყოფილიყო. მისი უზარმაზარი ზომა ასახულია თავად სახელშიც. სიტყვა მონსტრი მასში შემთხვევით არ ხვდება. პალეონტოლოგების მიხედვით მისი ფრთების შლილი, რომელიც სესნა 1/72 ზომას შეედრება, დაახლოებით 11 მეტრი იყო და ქვეცალკოატლუსისას უტოლდებოდა. თუმცა უფრო გრძელი მხრის ძვალი, ჰუმერუსი, მიუთითებს, რომ ფრთების შლილი შესაძლოა 12 მეტრსაც აღწევდა. ამის გამო ზოგი მკვლევარი თვლის, რომ იგი მნიშვნელოვნად უფრო დიდი იყო, რაც მას ყველაზე დიდ ცნობილ პტეროზავრად, ან თუნდაც ფრინველად აქცევდა. მასით ჰაცეგოპტერიქსი სხვა პტეროზავრებსაც აღემატებოდა, თუნდაც ყველაზე დაბალი შეფასებებით. დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლის, ჟირაფის ზომის და ტანკივით მასიური აგებულების მქონე, იგი გაცილებით გამძლე იყო ვიდრე მისი ნათესავები. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი წონა უცნობია, სავარაუდოა, რომ ქვეცალკოატლუსზე მძიმე იყო. თავისი გიგანტური ზომების გამო, 66 მილიონი წლის წინ ჰაცეგოპტერიქსი შესაძლოა ევროპის ყველაზე დიდი ხმელეთის მტაცებელიც კი ყოფილიყო. გიგანტურ ზომამდე გაზრდასთან ერთად, ჰაცეგოპტერიქსმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველის თავის ქალაც განავითარა. მისი სიგრძე დაახლოებით 2,5 მეტრი იყო. მისი თათავი უკიდურესად ძლიერი გახდათ. ფართო ქედები ჰქონდა ძლიერი კუნთების დასამაგრებლად, რაც მკვეთრად განასხვავებდა მას პტეროზავრების უმეტესობისგან, რომელთაც მსუბუქი და ნაზი თავის ქალები ჰქონდათ. მას არანაკლებ ძლიერი კისერიც ჰქონდა. ჰაცეგოპტერიქსს გააჩნდა მოკლე, ფართო და ძლიერ გამაგრებული კისერი, რომელიც მისი ზომისთვის მოსალოდნელ სიგრძეზე თითქმის ორჯერ მოკლე იყო. სხვა აჟდარქიდების გრძელი და თხელი კისრებისგან სრულიად განსხვავებით, რაც მას უკიდურესად ძლიერ და საშიშ მტაცებლად აქცევდა. ჰაცეგოპტერიქსის მსგავსი სხვა პტეროზავრი არ არსებობდა. მისი უზარმაზარი ძალა, გიგანტურ ყბასა და დიდ თავთან ერთად მკვეთრად გამოარჩევდა მას სხვა მტაცებლებისგან. პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ ის ნადირობდა ცხოველებზე, შესაძლოა დინოზავრებზეც კი, რომლებიც იმდენად დიდი იყვნენ, რომ მთლიანად გადაყლაპვა შეუძლებელი იყო. ჰაცეგის კუნძულზე რესურსების შეზღუდულობის გამო განვითარდა ჯუჯა დინოზავრები, როგორც იყვნენ მცირე ზომის ჰადროზავრები და ტიტანოზავრები, მაშინ როცა ჰაცეგოპტერიქსი გიგანტურ ზომამდე გაიზარდა. ისინი დიდი ალბათობით მისი მსხვერპლი ხდებოდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ინდივიდები, თუმცა ზრდასრულებიც არ იყვნენ დაცულნი. მისი ძლიერი ნისკარტი მისი მთავარი იარაღი იყო და შეეძლო მსხვერპლის დაჩხვრეტა ან ძლიერი დარტყმით დამარცხება. ჰაცეგოპტერიქსი უაღრესად ადაპტირებული მტაცებელი იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხმელეთზე დომინანტი მონადირე გახდათ, ფრენის უნარიც გააჩნდა. ჰაცეგოპტერიქსს დიდი სხეული ჰქონდა, თუმცა იგი სრულად შეძლებდა ფრენას. მისი კარგად განვითარებული ფრთები და ღრუ, ფოროვანი ძვლები, განსაკუთრებით თავის ქალაში, საშუალებას აძლევდა ერთდროულად ყოფილიყო ძლიერი და შედარებით მსუბუქი. მისი ფრთები ფრენას უზრუნველყოფდა, რადგან სტრუქტურით პოლისტიროლს, სტიროფომს წააგავდა. თუმცა აფრენა რთული იყო და სავარაუდოდ საჭიროებდა კიდურების ძლიერ ნახტომებს ჰაერში ასასვლელად. ადრე მიიჩნეოდა, რომ იგი დიდ დისტანციებზე დაფრინავდა, მაგრამ ახალი კვლევები მიუთითებს, რომ მისი ფრენა უფრო მოკლე მონაკვეთებით ხდებოდა, ძირითადად ნადირობისთვის და ჰაცეგის კუნძულზე გადაადგილებისთვის. დიდ ცხოველებს რთულად უღირდათ ჰაცეგის კუნძულის ტყიან ეკოსისტემაში გადაადგილება, სადაც მდინარეები, ნაკადულები და ხშირი ბუჩქნარი იყო. თუმცა ჰაცეგოპტერიქსს კუნძულზე საკმარისზე მეტი მსხვერპლი ხდებოდა. კუნძულის მდიდარი მცენარეული საფარი მრავალფეროვან სიცოცხლეს უზრუნველყოფდა და ყველა ეს არსება ამ უმაღლესი მტაცებლის მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. ქვეწარმავლების გარდა, როგორც იყვნენ ალადასავრი, დურანდონი და ისოდონი, ჰაცეგოპტერიქსი თანაცხოვრობდა მრავალი მცირე ზომის დინოზავრთანაც, მათ შორის მაგეროსავრუს, პალუდიტისავრუს, თელმატოსავრუს, ზალმოქსის და სტრუთიოსავრუს. არც ერთი მათგანი არ იყო ჰაცეგოპტერიქსის ტოლფასი ზომითა და ძალით. იგი დომინირებდა ჰაცეგის კუნძულის პრეისტორიულ სამყაროში, როგორც ხმელეთზე, ისე ცაში, დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი.